მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში ძალიან მიხარია თქვენი უკავშირი და ის რომ ვხედავ როგორ მუშაობთ და გაქვთ შედეგი, მოგწონთ ეს მეთოდი, რომელიც შემოგთავაზეთ, ჩვენ ახლა ვაკეთებთ რამოდენიმე პრაქტიკას იმისთვის რომ გაიხსნას ფინანსური ნაკადი ჩვენი და ავწიოთ ჩვენი ფინანსური ნაკადის ჭერი გავხსნათ, ასე ვთქვათ, ხო? ასევე ვიყენებთ აფირმაციებს. ეხლა გვექნება ჩვენ ბოლოს რაც გავაკეთეთ პრაქტიკა ეს იყო როგორ გამთავისუფლდეთ სუპერმენის სინდრომისგან, როდესაც ადამიანს აქვს ესეთი თვისება, რომ ყველას ყველაფერში ეხმარება საჭიროა, თუ არ არის საჭირო, აი ეს სინდრომი როგორ მოვიშოროთ და ამის თაობაზე მე შემოგთავაზეთ თქვენ ძალიან კარგი პრაქტიკა და ეხლა გადავიდეთ ნეიროგრაფიკის გაკეთებაზე ამ პრაქტიკასთან მიახლოებული რაც იქნება, თუმცა მანამდე მინდა გაჩვენოთ აფირმაციების დასწრა წარმატების გასაღები და რადგან ჩვენ აქ ფინანსურ წარმატებაზე ვმუშაობთ, შემოგთავაზებთ ფინანსური წარმატების დასტიდან აფირმაციას. სადაც ამოგვივიდა ესეთი აფირმაცია, ნებისმიერი ახალი გამოწვევა ჩემი წარმატების გასაღებია. შვენიერი აფირმაცია. იმიტომ ჩვენც ახლა ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ეს არის ჩვენი შემდგომი წარმატების გასაღები. კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას ამ შვენიერ აფირმაციების დასტაზე, რომელიც შევქმნით მე და ქეთი იაკობაშვილმა და შესაძლებელია ეს აფირმაციები გამოიყენოთ ყოველდღიურად თქვენი ფინანსური წარმატების მისაღწევ. წარმატება არა მხოლოდ ფინანსებზე დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ყველაფერზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეხლა გადავიდეთ ნეიროგრაფიკაზე. ამისთვის ჩვენ როგორც ყოველთვის დაგვჭირდება ესეთი სქელი თაბახის ფურცელი, ვიმუშაოთ მხსნელის სინდრომის მოხსნაზე. მხსნელის სინდრომი ჩვენში როგორ მოვხსნათ. როგორც ნახავდით პრაქტიკაში და აქაც დავწერეთ და თქვენც ალბათ უკვე დაამუშავეთ, ბევრი ფაქტორი არის იმისთვის ჩვენში, რომ გაგვეხსნას ეს მხსნელის სინდრომი და მუდმივად იყოს. ეს შეიძლება მართლა იყოს დანაშაულის გრძნობა, რომელიც ვიღაცამ აღკიდა ბავშვობაში, ან რაღაცას დაყვედრების მომენტი იყო, ან რაღაცა მოკლედ ესეთი სიტუაციები შეიძლება ყოფილიყო, რის გამოც ჩვენში ხდება ეს ბლოკი იქნება პროგრამა და მუდმივად გინდა რომ ვიღაცას ასიამოვნო, ვიღაცა გადაარჩინო, ეს არ არის აუცილებელი რომ იყოს მაინდა-მაინც ოჯახის წევრი, თუმცა ხშირად პირველ რიგში რა თქმა უნდა ოჯახის წევრები არიან ხოლმე, მუდმივად უკეთებ შენი ოჯახის წევრს, ძმას და შვილს, დედას, მამას, ყველაფერს და ერთი მხრივ რომ დააკვირდეთ, როგორც აღნიშნეთ ტექსტში, რამაში თითქოს არაფერი არ არის პირიქით კარგია, როცა შენიანებს ეხმარები, მაგრამ არის ზღვარი, არსებობს ზღვარი, როცა უკვე შენი დახმარებები გადადის იმ სტადიაში, რომ ადამიანი, რომელსაც ამ ყველაფერს უკეთებ, ამას იღებს როგორც საჭიროს და ანუ ვალდებულს ხდის და ეს ვალდებულების გრძნობა, რომელიც შენ აიკიდე და არ უნდა გქონდეს რეალურად, იმიტომ რომ დამოუკიდებელ ადამიანს ეხმარებოდი, მაგრამ ყველა მისი ვალდებულებები შენ თავზე აიღე, ეს გამძიმებს და ფაქტიურად აღარ გრჩება იმისი ადგილი და დრო, რომ შენი თავი განავითარო, ხო? იმდენად ბევრია რაღაცა ვალდებულებები. ეს უკვე დახმარება არ არის, ხო? ეს არის დათვური სამსახურიც ამ ადამიანისთვის და რა თქმა უნდა საკუთარი თავისთვის არის ძალიან დიდი ზიანის მიმყენებელი. იგივე შეიძლება სამსახურში დაგემართოთ, როცა დაიწყებ პატარა დამეხმარე იქ თანამშრომელი შენი გვერდზე ზის და კარგი ურთიერთობა გაქვთ და რაღაცას გაუკეთებ, იმას გაუკეთებ, კიდე და მე გადადის ეს უსასრულობაში და მე უკვე გაღიზიანებული ცხად დაღლი და ვერ იშორებ უკვე. უხერხულია უკვე რომ უთხრა რაღაცა ეტყვი, ეწყინება. ანუ თან არ გინდა რომ იყო უხეში, უზდელი, თან რაღაცა კონფლიქტში არ შეხვდე და ხშირად როცა ცდილობ რომ მოიშორო ეს პასუხისგებლობა რომელიც შენი არ არის, ხდები ესეთ კონფლიქტურ სიტუაციაში. აღმოჩნდები
კონფლიქტურ სიტუაციაში, იმიტომ რომ ვერ ახერხებ რომ ადამიანს გააგებინო, რომ დისტანცია უნდა დაიცვას რაღაცაში, ხო? აი ეს პრაქტიკა თქვენ ახლა ძალიან დაგეხმარებათ, ან თქვენს გონებას დაეხმარება, რომ რაღაცა სხვარი გააბლოთ თქვენსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც ზედმეტად გავალდებულებს, ან ვისთანაც თქვენ თვითონ აიღეთ ეს ზედმეტი ვალდებულება. შეიძლება ის ადამიანი საერთოდ თხოვდეს არაფერს და შენ გქონდეს ეს მის მიმართ და მერე თან ბრაზიც და წყენაც ამ ადამიანზე გქონდეს, რომ რაღაცა რამდენს უკეთებ და არაფერი მოკლედ დაფასება არ მაქვს, ან აი ასეთი რაღაცები, ხო? ეხლა ჩვენ ხო ამაზე ვიმუშავეთ. თქვენ ნეიროგრაფიკის დაწყებამდე სანამ დაიწყებთ ხატვას, ფურცელზე, ან იგივე ფურცლის უკანა მხარეს, ან ცალკე ფურცელზე უნდა ამოწეროთ, თქვათ, ვის მიმართ გაქვთ ეს, რას გრძნობთ კონკრეტულად, როდესაც აი ზედმეტი ვალდებულებები გაქვთ ვიღაცა ადამიანების მიმართ. ადამიანებს ვახსენებ, მაგრამ გავიმეორებ, რომ ეს შეიძლება იყვნენ საკმაოდ ახლობლებიც, ან არც ისე ახლობლებიც, ну, მოკლედ, სახელების ჩამოწერა, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო, უბრალოდ ტექსტურად ჩამოწერეთ თემა, ვიხსნი ვალდებულებას, ან ვიხსნი ამ რაღაცას, მოკლედ, ამ სინდრომს, მხსნელის სინდრომს. თუ ერთ სიტყვაში ჩამოაყალიბებთ, უფრო ჯობია თემას, იმიტომ რომ იდეაში ერთ სიტყვამდე უნდა იყოს თემა დასული და როგორც გახსოვთ, 2 წუთის მანძილზე 20 სიტყვა ჩქარჩქარა, რაც მოდის ამ თემასთან, უკვე დამუშავებული გაქვთ ეს თემა და ბევრი ასოციაცია წამოვა, უარყოფითი დადებითი ისეთი ყველაფერი ჩაწერეთ. თქვენს მიმართ იმ ადამიანების მიმართ რას გრძნობ, გაღიზიანება იქნება ეს თუ რაღაცა ისეთი, აი ძალიან უარყოფითებიც, ცუდი სიტყვებით შეგიძლიათ დაწეროთ, არ არის პრობლემა, იმიტომ რომ აქ თქვენ ხართ საკუთარ თავთან ხართ მარტო და საკუთარ თავთან მუშაობთ, ამას არავინ არ ნახულობს თქვენს გარდა, ის ფურცელი შემდეგ შეგიძლიათ საერთოდ დახიოთ, გადააგდოთ, რომ ვინმე არ ნახოს და ანუ იმუშავეთ თავისუფლად, დაუთმეთ ეს დრო თქვენს თავს, ამოწერეთ ეს სიტყვები ყველანაირი და მერე უკვე აი ამ ფურცელზე იწყებთ მუშაობას ალგორითმზე და დღეს გავაკეთოთ ესეთი ალგორითმი გაყოფა. გამოვღოთ ჩვენი თავი ამ ზედმეტი სიტუაციებიდან და მოდით გავაკეთოთ ესე. ჩვენ დავხატოთ საკუთარი თავი და ყველაზე კარგი ფორმა ამისთვის გვაქვს წრე, რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებთ. და აი აქ წრის ფორმას აძლევთ საკუთარ თავს. მაშინათვე ნეიროგრაფირებას ახდენთ ამ წრის და ვაკეთებთ ნეიროატომს. ანუ უკვე რესურსს ვაძლევთ იქვე ჩემ თავს. მე ძლიერი რესურსების მქონე, რომელიც მაქვს ეს რესურსები ჩემში. და შიგნიდანვე გავუკეთოთ ნეიროგრაფირება. ნახეთ, როგორც კი მარკერით მუშაობთ, არის უფრო ადვილი აი ამ ხაზების გავლება. შეიძლება მეტიც დაამატოთ, აქ არ ხართ შეზღუდული, ანუ რამდენიც გინდათ გააკეთეთ ხაზები, მომგვალოთ მაშინათვე კუთხეები. შეიძლება რომ გაადიდოთ და ამაზეც ადრეც გითხარით, ეხლაც გავიმეორებ, რომ ორნაირად შეგიძლიათ გააკეთოთ, შეგიძლიათ შემოატაროთ შიგნით ისევ ხაზი ნეიროგრაფიული და ისე მოამგვალოთ და შეგიძლიათ უბრალოდ გადაკვეთის ადგილი მოამგვალოთ უშუალოდ. აი ასე. ეს ვარ მე. თუ გნებავთ, ჩაწერეთ აქ თქვენ მე ვარ ან რაღაცა ესეთი და შეგიძლიათ რომ აქეთ მხარეს ტექსტურად დაწეროთ
ის რაც ყველაზე მეტად იყო გამოსაყოფი იმ სიტყვებში, რაც თქვენ თვალში მოგხვდათ, ხო, თემის დამუშავების პროცესში და ვინ ან თუ კი ვინმეზე ან თუ რამოდენიმე არის ესეთი პერსონა ან სიტუაცია, ესეც ამოვიღოთ აქ. ჩვენ აქვე შეგვიძლია ამოვიღოთ ის სიტუაციაც, რომელსაც ფორმა მივეცით პრაქტიკის დროს, რა ფორმაც მიეცით, ისიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ არა და ნებისმიერი ფორმა შეგიძლიათ მისცეთ ამ სუბიექტებს. მაგალითად, ანუ ვის მიმართაც გაქვთ ხო ეს მხსნელის პოზიცია მოცემულ მომენტში. შეიძლება იყოს სამკუთხედი, თუმცა სამკუთხედს ცოტა ფრთხილად მოიქეცით, იმიტომ რომ ძალიან აქტიური ფიგურაა. იყოს ოთხკუთხედი, თუ ოთხკუთხედია ეს, ანუ აი ნახეთ, დაფიქრდით და რა ფიგურას აძლევთ ამ სიტუაციას, ვის მიმართაც გაქვთ ეს მხსნელის პოზიცია ან ადამიანს. თუ მოდის ოთხკუთხედი, ნიშნავს, რომ ძალიან მყარად ხართ მიჯაჭვული ამ სიტუაციაზე. შეგიძლიათ ოთხკუთხედიც გააკეთოთ და დაამუშაოთ. თუ მოდის წრე, შეგიძლიათ ესეც დახატოთ, ანუ ნებისმიერი ფიგურა შეგიძლია გამოიყვანო. შეიძლება რაღაცა უსწორმასწორო ფორმა მისცე ამ ობიექტს ან ადამიანს და თუ ეს რამოდენიმეა, აი აქეთ ნაწილში ვხატავთ ამ ყველაფერს. ასეთ შეიძლება იყოს, ხო? შეიძლება იყოს წრედ. თუ რამოდენიმეა, შეიძლება იყოს ოთხკუთხედი. შეიძლება ესეთი ფიგურაც იყოს და ამას წრეში ჩავსვათ და დავამუშავოთ. ეს გამაღიზიანებელი ვინც არის ყველაზე ის იქნება, ვინც არ გაძლევთ საშუალებას, რომ არ გეშვებათ. აი როგორ მოუმგვალოთ ახლა ამას კუთხეები და დავამუშაოთ ეს ტიპი ყველაფერს რო შენ გაკეთებინებს თავის გასაკეთებელს და პასუხისგებლობის აღება არ უნდა საკუთარ თავზე. ჩავსვი თუ არა წრეში. თქვენც ასე გირჩევთ რომ ჩასვათ. შვენიერი აი ასეთი ფიგურა მივიღე. და სანამ ამ ფიგურების ახლა დამუშავებას დავიწყებთ, უკვე შეგვიძლია გავავლოთ აი აქ გარკვეული ბარიერი, რომლითაც მე ჩემ თავს ვყოფ აი ამ სიტუაციებიდან. აი ბევრი შეგიძლიათ რომ დაწეროთ, დახატოთ, ბევრი შეგიძლიათ და შეგიძლიათ სპირალის ფიგურაც ჩართოთ, იმიტომ რომ სპირალიც ჩვენიერია და თუ უკან დაატრიალებ, ან უკან წაიღო სპირალმა თითქოს სიტუაცია ეგეთი რაღაცა. ოღონდ მაშინ ნეიროგრაფირებას უკეთებთ ამ ფიგურებს ყველას. პირდაპირ ჩაწერეთ თუ მინდათ სახელები, ამასაც არავინ არ ხედავს თქვენს გარდა. ვის გულისხმობთ და დამთავრების შემდეგ შესაძლებელია რომ ეს ფურცელი საერთოდ გადააგდოთ თუ არ გჭირდებათ შენახვა. და მოდით გავაკეთოთ სქელი. ბარიერული ხაზი. ჩვენსა და ამ სიტუაციებს შორის, ანუ რამოდენიმეჯერ გადავავლოთ, რადგან გვინდა რომ იყოს დიდი ბარიერი. მაგრამ ჩვენ ამასთანავე არ გვაქვს აუცილებლობა და მცდელობა იმის, რომ ეს ადამიანი საერთოდ მოვიშოროთ, ხო? ეხლა თუ კი ჩვენი ოჯახის წევრია, რატომ უნდა მოვიშოროთ, ხო? ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, რომ მან აიღოს თავისი პასუხისგებლობის საკუთარ თავზე და ჩვენ მივატოვოთ მისი, ასე ვთქვათ, მუდმივი დაცვა ბრწყალებში, მუდმივად მის მაგივრად ყველაფრის კეთება, ხო? იმიტომ რომ ჩვენი პასუხისგებლობები გვაქვს მას თავისი. ამიტომ ჩვენ ახლა მაინც გავავლებთ სივრცულ ხაზებს, რომლითაც ერთმანეთს ვაკავშირებთ ჩვენ და ამ სიტუაციებს, იმიტომ რომ
ну თუ ხა მაინდა-მაინც ისეთი ხალხი ყავთ, ვისი საერთოდ მუშაობა გინდათ, მაშინ აკავლებთ, ხოლო სივრცეს არ გადმოიტანეთ, მაგრამ თუ ეს ისეთი ხალხია, ვისი დაკარგვაც არ გინდა, საკმაოდ ნახეთ დიდი გავავლეთ უკვე აქ კედელი, მაგრამ სივრცულ ხაზებს მაინც გავავლებთ ჩვენ შორის, რომ კავშირი არ დაიკარგოს, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ და გვაქვს ერთმანეთთან დიდი კავშირები და არც უნდა გქონდეს დაკარგული. ანუ ამ შემთხვევაში ეს ხაზი მეგობრებო, თუ გინდათ ტექსტურადაც მიაწერეთ, მხოლოდ ჩახსნის თქვენს პოზიციას, მხსნელის, გადამრჩენელის და ზედმეტი პასუხისგებლობების, ანუ ადამიანების მიმართ, სხვას არაფერს. აი ამაზე იფიქრეთ, როდესაც ამ ხაზს ავლებთ. გავავლეთ ეს ხაზები და ეხლა ჩვენ შეგვიძლია გავავლოთ სივრცული ხაზები ნებისმიერი მიმართულებით და მე დავამუშაოთ ეს სივრცული ხაზები ერთმანეთში. თან აუცილებლად ვფიქრობთ მადლიერებით ამ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ გარკვეულ მომენტში მათი დამოკიდებულება და აი ჩვენი მათ მიმართ დამოკიდებულება იყო ჩვენთვის სტიმული რაღაცა გვეკეთებინა, ხო? და ყოფილიყავით მოქმედებაში. ამიტომ მადლობას ვამბობთ, რომ ისინი იყვნენ და არიან ჩვენს სივრცეში. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ესენი შეიძლება იყვნენ შვილები, ხო, როგორც თქვი, და-ძმა, დედ-მამა. და ჩვენ არ გვინდა მათგან განთავისუფლება, პირიქით მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება, რომ მეზრუნა მათზე, მაგრამ დადგა დრო და მათ პასუხისგებლობა უნდა აიღონ საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე, მე კი ჩემსაზე. აი ეს პოზიცია გვიჩანს აქ. და ვიწყებთ ამის დამუშავებას ახლა ჩვენ. რა თქმა უნდა, ვამგვალებთ პირველ რიგში კუთხეებს. სქელი გამოვა, არ არის პრობლემა. გადააყოლეთ სქელი ხაზი იყოს. კიდე დამაგდა და შემიძლია თვითონ აი ამ პროცესში სანამ ნეიროგრაფირებას ახდენთ, შეგიძლიათ კიდე დაამატოთ ხაზები თუ ჩათვლით, რომ დაგაკლდათ. და კიდე ვიტყვი, რაც მეტია ხაზი, მით მეტად დამუშავებულია სიტუაცია, ჩათვალეთ. ნაწერი მიმდინარეობს. ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არ არის კავშირში თქვენს ფინანსურ მდგომარეობასთან, მაგრამ რეალურად ნამდვილად არის ძალიან მჭიდრო კავშირი. შემდგომში, ეხლა ამას დავამთავრებთ და ჩვენ ეს დავამთხვიეთ გარკვეულ თარიღს და მთვარის დაბნელებას, ნუმეროლოგიას და ასტროლოგიურ მომენტებს და მაგრამ რა თქმა უნდა ნეიროგრაფიკა შეიძლება საერთოდ არაფერს არ დაამთხვიო და დამოუკიდებლად იმუშაო მასზე. ამიტომ შემდეგ ეტაპზე მექნება მოთხოვნა არის ამაზე და იქნება პარტნიორული ურთიერთობების დამუშავება და ეს არ ეხება მხოლოდ იმას, ვისაც ყავს და უნდა დაამუშავოს, აქ იქნება მოზიდვაც ან პარტნიორის ახალის, ან ასევე უბრალოდ იქნება ვინც არის, ვისთანაც ვართ, იმასთან ურთიერთობების დამუშავება, ანუ წარსული პარტნიორებისაც აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. და იქაც მსგავს მეთოდებს გამოვიყენებთ დამუშავებაში. და ნახეთ, ეს მეთოდი სულის არქიტექტურა, სულის დიზაინი არის ახალი მეთოდი საკმაოდ და მაგრამ აპრობირებული და მარტივი. აქ დიდი სირთულე არ არის, როგორც ნახეთ, მუშაობის პროცესში.
ძალიან მსუბუქად და მარტივად მუშაობ საკუთარ თავთან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ძალიან ყურჩაბები ხართ, ვინც მუშაობთ პროგრამებს, ვინც გადიხართ ამ ყველაფერს, მეც ყურჩაბი ვარ თქვენთან ერთად. იმიტომ რომ მეც თქვენთან ერთად ვამუშავებ ამ სიტუაციებს. ჩემ ფინანსურ ნაკადს და არის ხა ესეთი ბევრი საუბარი იმაზე, რომ რა თქმა უნდა ყველაზე დიდი ტრავმები და შთაბეჭდილებები და ბლოკები მოდის ჩვენი ბავშვობიდან და ბევრია დასამუშავებელი რეალურად პროგრამები ბევრ რაღაცას ვიკიდებთ და რჩება ჩვენში. მაგრამ ბევრს ჩვენი გონება, რომელიც არის უჭკვიანესი, თვითონაც მშვენივრად ამუშავებს. ეხლა ჩვენ ისეთები ამოვყარეთ, რაც არ იყო დამუშავებული, ანუ ქვეცნობიერმა წამოიღო ისეთები, რაც ითხოვდა, ვთქვათ, რაღაცა გადამუშავებას. კონკრეტულ სიტუაციაში ეს გამოვლინდა, ხო? უკვე ბოლო პრაქტიკა, რაც ჩვენ გვექნება, ეს იქნება პრაქტიკა კლიენტების, ბევრი კლიენტის მიღება, რომ შეგვეძლოს, ანუ ხა შეიძლება ზოგისთვის ეს არ იყოს აქტუალური თემა მაინდა-მაინც კლიენტი, მაგრამ შეიძლება ეს იყოს ადამიანები, ანუ ჩვენ ხო სოციალური სასწავლი ვართ და გვჭირდება ყველაფერში ურთიერთობა. კლიენტებიც გვჭირდება და ადამიანებიც იმისთვის, რომ ჩვენი ფინანსური ნაკადები გაიზარდოს, ან ჩვენი რესურსები ვიღაცისთვის უნდა იყოს საჭირო, მოთხოვნადი და საკმაოდ კარგად ანაზღაურებადიც, ხო? აქ იქნება ასევე იმის დამუშავებაც, რომ მე ვთქვათ, ჩემს შრომას გარკვეულ რაღაცა ფასს ვადებ და ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ღირებული და ასე ღირს ჩემი შრომა და ჩემი რესურსი, ჩემი ცოდნა გამოცდილება, ხო? აი ესეც რომ მიიღოთ და მივიღოთ, ამაზეც ვიმუშავებთ ჩვენ ბოლო პრაქტიკაში. და ვნახოთ თუ დროის ამბავში გამომივა, შევეცდები, რომ იყოს პირდაპირ ეთერის რეჟიმში, თუ არა და ჩანაწერს შემოგთავაზებთ. აი ასე დავამუშავეთ, კიდე დააკვირდით, რომ კუთხეები არ გამოგრჩეთ, არ იჩქაროთ ხატვის პროცესში. მე ისევ და ისევ სწრაფად მუშაობ, რომ თქვენთვის ვიდეო არ იყოს ძალიან გრძელი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ საკმაოდ დიდი დრო დაუთმოთ და უნდა დაუთმოთ კიდევაც დიდი დრო თქვენს ნამუშევარს. აი დავასრულე და ეხლა შემიძლია გადავიდე არქეტიპირების ეტაპზე, ანუ ფერის შემოტანაზე. ჩვენს ნახატში. ფერზეც ვიცით, რომ ჯერ ფიქრობთ საკუთარ თავს რა ფერს აძლევთ, რა ენერგიას და ფერიც ხო, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი ენერგია, ამიტომ ფერით განსაზღვრეთ და ენერგიას აძლევთ თქვენ თავს და რას უშვებთ მე არქეტიპით სამყაროში. როგორ ენერგიებში არიან ეს ადამიანები და ობიექტები და როგორ გინდათ, რომ საერთო ჯამში ეს გამოიყურებოდეს. ამასაც ვაქცევთ ყურადღებას. არ ირჩევთ, რა თქმა უნდა, იმ ფერებს, რასაც ვიყენებ მე. თუმცა თუ ფიქრობთ, რომ აი ესეთ მწვანედ ხედავთ საკუთარ თავს, მაშინ პრობლემა არ არის. აძლევთ ანუ ერთ ფერს თქვენ თავს. თუ გინდათ ბევრი ფერი მიეცით, მაგრამ ეს არის თქვენი ესეთ დამოკიდებული. ამ შემთხვევაში ამ ალგორითმში ჯობია რომ კონკრეტულად იყოთ გამოყოფილი თქვენი ფერით, თუმცა ზემოდან შეგიძლიათ რომ გადაავლოთ ლამაზი ხაზები. არა ხართ ამაში შეზღუდული, რომ გააფორმოთ რაღაცნაირად შიგნით ეს ყველაფერი. იმიტომ თვითონ ავტორი მეთოდის ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ არის. ოღონდ აღნიშნავს, რომ ჯერ ფერი უნდა შემოიტანო კონკრეტულად და მარტო მერე ეს რაღაცა
შტრიხები, რაც გინდა რომ დაამატო. და მოდი ახლა აქეთ მივცეთ კიდე ფერები ჩვენს ცელი რახანეს გამოყოფა გავაკეთე, ახაც მინდა რომ ცოტა გავაფერად, რაც დარჩა. სხვარი ისევ აღნიშნავ ძვირფასებო, რომ სხვარი ეს არ არის ამ ხალხის მოჭრა საერთოდ ჩვენგან, ეს სხვარი მხოლოდ ჩვენს მათ მიმართ აკიდებულ ვალდებულებებს გვაშორებს. მეც არაფერს. ამდენ ცოტა ესეთი ფერით გამოყოფ კიდე. ფერითაც გავაძლიერებ ცოტა ჩემს ბარიერს, ხო? აი ასე. ასეთი ფერი. და გნებავთ აქეთაც გააგრძელეთ ფერი. ესეც იგრძენით თქვენ, ფერი გინდათ რომ იყოს, აი ეს ობიექტები და ამ ფერში გააკეთეთ. თუ გინდათ ნაცრისფერი, არ შეიზღუდოთ თავი, მიეცით ნაცრისფერი. თუ გინდათ რომ ეს ნაცრისფერი რაღაცით გაასწოროთ, მიეცით კიდე რაღაცა სხვა ფერი. ეს არ არის პირდაპირ არტ თერაპია, ამიტომ აქ ახლა რაღაც ეგეთი ფერების გამოყენებას არ ვერიდებით და ცოტა გავაღიავებ ამ ობიექტს რაღაცით ძალიან ნერვების მომშლელი ნაცრისფერი რო არ იყოს. ოკეი. დავასუტყვითელი. და აი ორი გვერდ უჯრედი გავაფერადოთ ერთ ფერში. ეს შეგვიძლია გადავდოთ, რადგან ცალკე დარჩა. ვიღაცა იყოს ვარდისფერი. აღნიშნავ კიდე რომ იდეალში მუშაობთ ჩვენ ტექსტის ამომყვანებით. როცა გინდა რომ იყოს ლამაზი შენი ნამუშევარი, ესთეტიური, მაშინ ფერები იყოს ბევრი, რაც ტექსტის ამომყვანებში ნაკლებად არის. შეგიძლია რომ დაამატო ფანქარი, ან ფანქარი გამოიყენო უფრო სწორად. თუ არ გაქვთ, რა თქმა უნდა, რაც გაქვთ ხელთ, ის შეიძლება რომ გამოიყენოთ და რაღაცა ნაწილი შეგიძლიათ დატოვოთ თეთრ ფერში თქვენი ნამუშევრის დაახლოებით 20% ნახატის, იმიტომ რომ თეთრიც ასევე არის მშვენიერი ფერი.
ისევ გავიმეორებ, რომ არის ხოლმე წინააღმდეგობა, შინაგანი პროგრამების დამუშავების დროს, თვითონ ნეიროგრაფიკის შესრულების დროსაც შეიძლება იყოს, რომ მოგინდეთ გაჩერება, დაიღალოთ, აღარ გინდოდეთ გაგრძელება, რამე მსგავსი. ეს ავსებით ნორმალური პროცესია, ჯერ ერთი მუშაობის დროს არის ნორმალური და მით უმეტეს, როდესაც გონებას დამუშავებ, იცოდეთ, რომ ეს არის თქვენი გონების გარკვეული წინააღმდეგობა. თუ მაინდამაინც ისე დაიღლებით, რომ აღარ აგრძელეთ ან ცრემლები გაქვთ, ან არ არის ეგეც პრობლემა, ცოტა ხანი დაისვენეთ და მერე გააგრძელეთ ისე მუშაობა თქვენს ნახატზე. აი მე რაღაც ესე მომინდა რომ დამეტოვა ესე ხო, მაგრამ ცოტა მინდა რომ ფერებიც მივცე. აი ოდნავ მივცე მაგეთ ცისფერს და დავთავრებ ამით. რაღაცა ყვავილებით გადაიქცა ეს ჩემი ერთ-ერთი პასუხისმგებლობა ზედმეტი. როგორ ლამაზი გამოვიდა, ყვავილს დაემსგავსა. აი ასე შემიძლია ხაზებით გავალამაზა. ოკეი. ხან წამოიღო, იყოს ეს. და ჩვენს დავტოვებ როგორც არის. ესეც ჩვენი დღევანდელი ალგორითმი. ხო, როგორც გითხარით, ან შემდეგ დღეებში შემოგთავაზებთ უკვე ბოლო პრაქტიკას. და ამით დავასრულებთ ჩვენს მარათონს.